გამარჯობა, დღეს მინდა განვიხილო ცნობიერების რიცხვი 8, 17 და 26. ანუ ადამიანები და მათი ენერგიები, რომლებიც დაავადებული არიან ნებისმიერი თვის 8-ში, 17-ში ან 26 რიცხვში. და აქვე მინდა გავცე პასუხი ძალიან ხშირად დასმულ კითხვას, რომელია ფულის ენერგია. ეს არის ენერგია 8. და დავიწყოთ მისი განხილვა. მერვე ენერგიას ქვია სამართლიანობა და სიმბოლიკაში იგი წარმოადგენს ცხოველური ინსტინქტებისა და ვნებების მოთვინიერების სიმბოლოს. დადებით ენერგიებში არიან პატიოსანი, სიმართლის მოყვარულები, სამართლიანობის მოყვარულები, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ისე ახლობლების, ოჯახის წევრების, მეგობრების მიმართ და პასუხათაც ყველასგან იგივე ითხოვენ. 8-ს არ უყვარს ტყუილი და ძალიან სწრაფად ამჩნევს იგი სხვა ადამიანში, აგრეთვე კარგად აღიქვამს უმცირესი ბალანსის დარღვევასაც კი. ანუ ვერ გამოაპარებთ მცირედ გადახრებს. მუდამ ცდილობს იყოს სამართლიანი, იცავს სუსტებს, სტრესულ სიტუაციაში ძალიან სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და ახორციელებს კიდეც. მერვე ენერგია ყველაზე ადვილად აღიქვამს სამყაროსეულ მიზეზ შედეგობრივ კავშირებს, ანუ ძალიან კარგად ესმით კარმული კანონები. აქვს ვალდებულებების გრძნობა, არიან ძალიან შრომის მოყვარეები, ბევრს მუშაობენ და ასეც უნდა იყოს, რადგანაც 8-იანი მუშაობის პროცესში გამოიმუშავებს ახალ იდეებს. ისინი მატერიალურ სამყაროში მოდიან იმისთვის, რომ იმუშაონ, გამოიმუშაონ ფული და აკონტროლონ ფული. ძალიან კარგად გრძნობენ ფულს, უნდათ ფული, უყვართ და ცხოვრობენ ფულისთვის. მაგალითად 6-იანსაც ძალიან უყვარს ფული და კარგად გრძნობს ფულს, მაგრამ 6-იანი ფულს შოულობს იმისთვის, რომ შექმნას კომფორტი. ხოლო 8-იანი ცდილობს გამოიმუშაოს ფული და აკონტროლოს ფული. მას თავის თავზე ფულის დახარჯვა არ უყვარს. და ამ დროს, რაც უფრო მეტ ფულს დახარჯავს იგი თავის თავზე, უფრო მეტ ფულს მიიღებს იგი სამყაროსაგან. ასევე გამოირჩევიან სტრატეგიული აზროვნებით, ანალიტიკური გონებით და დადებით ენერგიებში ძალიან კარგი კანონმორჩილები არიან და იცავენ კიდეც კანონს. უარყოფით ენერგიებში სამართლიანობის დადგენის დიდი სიყვარულის გამო შეუძლია დაადანაშაულოს ვინმე ისე რომ საერთოდ არ იკითხოს სინამდვილეში რა მოხდა. შინაგანად თვლის, რომ მხოლოდ თვითონ არის მართალი და ყოველთვის სხვები არიან დამნაშავეები თავის გაუმართლებელ საქმეებში. ძალიან ბევრს ჭორაობენ, განსჯიან სხვებს, ასევე მინუსში არ ესმით და ვერ აკავშირებენ ერთმანეთთან მიზეზებსა და შედეგებს. ანუ არ ესმით კარმული კანონები. დაციკლებულები არიან მხოლოდ ფულზე და სამსახურზე. ამით 8-იანები კარგავენ ადამიანებს და მათთან ურთიერთობებს. ასეთ დროს არ აინტერესებს ვის რა აწუხებს, ვის რა ტკივა, ვის რა დახმარება სჭირდება, ისინი გადართულები არიან მხოლოდ ფულის შოვაზე და მეტი არაფერი არ აინტერესებთ. აი ზუსტად ამიტომ კარგავენ ადამიანებს. აქვთ თავისი ვიწრო შეხედულება სამართლიანობაზე, რომ მე რომ მიყვარხარ, შენ არ გიყვარვარ, მე რომ მოგეცი, შენ არ დამიბრუნე, მე რომ დაგეხმარე, შენ არ დამეხმარე და ასე შემდეგ. ყველაზე დიდ მინუსში მიდის, როდესაც 8-იანი ახორციელებს სასამართლო დავებს. ეს კატეგორიულად ეკრძალება მერვე ენერგიას. და აქვს ასევე მინუსში ძალიან დიდი შიში ღალატისა და ტყუილისა. სწორედ ეს უბლოკავს მას ფულის შემოსავალს. და აგრეთვე უნდა ვთქვა, რომ ასეთ ენერგიებში მყოფი 8-იანი ყოველთვის იქნება მოღალატე და მატყუარ ადამიანების ირგვლივ. ეს ჩვეულებრივი სამყაროსეული კანონია, ვიდრე არ დაძლევს შიშს. აქვთ კიდევ ასეთი რწმუნება, რომ ისინი არიან ვალში ყველასთან, მეგობრებთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან. და რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. არავინ არავისთან ვალში არ არის. 8-იანი დადებით ენერგიებში არის ძალიან კანონმორჩილი და არ აღღვევს კანონებს. მაგრამ თუ
თუ მინუსში წავიდა, ის კანონმორჩილი არ არის, პირიქით არღვევს კანონებს და მას ეს ძალიან ცუდად უბრუნდება. შემდეგი ენერგია არის მეჩვიდმეტე ენერგია და მას ქვია ვარსკვლავი. სიმბოლიკაში გამოხატავს ახალგაზრდობას და სილამაზეს. რა თქმა უნდა, საბაზისოდ მეჩვიდმეტე ენერგიაც არის მერვე ენერგია და იგივე საბაზისო იგივე თვისებები ახასიათებს, მაგრამ აქვს თავისებურებებიც. და განვიხილოთ, დადებით ენერგიებში 17 რიცხვში დაბადებული ადამიანები არიან ნამდვილი კაშკაშა ვარსკვლავები. ადამიანის შემოქმედი, რომელიც ცხოვრობს ძალიან გამბედავი ოცნებებით. აქვს ძალიან კრეატიული აზროვნება. დადებითში ასევე არის ძალიან მიღებული ადამიანი, რომელიც ადვილად აღწევს პოპულარობას. ნიშნულობა არ აქვს, რა პროფესიის არის მე-17 ენერგიის მქონე ადამიანი. შემოქმედებითი ადამიანია, ვთქვათ, ხელოვანია თუ უბრალო ავტომექანიკოსი. ის თავის საქმეში ყოველთვის აღწევს წარმატებას. დადებით ენერგიებში, რა თქმა უნდა. და ამაში მას ეხმარება რწმენა, თავის რწმენა და კავშირი სამყაროსთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია მათთვის. მკვეთრად აქვს გამოხატული თავისი ინდივიდუალიზმი და არაორდინალური თვისებები. მე-17 ენერგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრული დამოკიდებულებები, ის ძალიან დელიკატური და საიმედო მეგობარია ამავე დროს, ძალიან უყვარს და ასეც იქცევა, რომ თავის ირგვლივ ქმნის სილამაზეს. უყვარს სილამაზის ამსახველი საგნები, ნახატები, ხელთნაკეთები და ასე შემდეგ. უარყოფით ენერგიებში არ ჯერათ საკუთარი შესაძლებლობების და თავისი ნიჭის, ისინი არც კი ეცდებიან რაიმე საქმის დაწყებას, რადგანაც აქვთ აზრი, რომ ვერ შეძლებენ და ამის გამო ეს ნიჭი და ტალანტი დროთა განმავლობაში ქრება. ან აქვთ მეორე უკიდურესობა, ეს არის ვარსკვლავური დაავადება. ანუ თუ პოპულარობას მიაღწევენ, თავის პოპულარობას იყენებენ ბოროტად და აღარავის აღარ ცნობენ და უფრო მეტიც დასცინიან სხვა ადამიანებს. მე-17 ენერგიას ახასიათებს კიდევ ერთი რამ, რომ მათ საავტორო უფლებების მითვისება შეუძლიათ მინუს ენერგიებში. სხვისი ნაშრომის მითვისება. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ძალიან დიდი რეკომენდაცია შექმნათ საკუთარი ბრენდი და დაიცვათ იგი. არავითარი მაქინაციებით მიღებული ფული არ შეიძლება, რადგანაც მერვე ენერგიის მოვალეობა ზოგადად მერვე ენერგიის რომ უნდა იშრომოს და შრომის საშუალებით უნდა მიიღოს ფული. შემდეგი ენერგია არის 26 ენერგია, ეს 22-ზე მეტია და კარნულ ნუმეროლოგიაში, რა თქმა უნდა, განიხილება როგორც 2+6 და იგივე მერვე ენერგია და საბაზისოდ, რა თქმა უნდა, მერვე ენერგიის დამახასიათებელი თვისებები აქვს, მაგრამ თუ განვიხილავთ როგორც ორი რიცხვის კომბინაცია, ამ შემთხვევაში იქნება 2-იანი და 6-იანი. და 2-იანი ეს არის ურთიერთობა, ოჯახი, კომუნიკაცია, 6-იანი კი არის ინფორმაცია, სიამოვნება, შემოქმედება, სიყვარული, სილამაზე. აქედან გამომდინარე, 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები განსხვავებით დანარჩენი დაუშვათ 8-ში და 17-ში დაბადებული ადამიანებისაგან განსხვავდება იმით, რომ ისინი მიისწრაფვიან ჰარმონიული და ეფექტური ურთიერთობების და კავშირების შექმნისაკენ. ანუ 2-იანი, რომელიც არის ურთიერთობების რიცხვი და ენერგია, ხოლო 6-იანი არის სიყვარულის და სილამაზის მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომ არის, რომ დადებით ენერგიებში 26 არის სიყვარულის, ჰარმონიული ურთიერთობების ენერგია, ხოლო უარყოფითში ეს ადამიანები არიან უხეშები, ძალიან დომინირებენ სხვებზე, არ აინტერესებთ სხვისი აზრი და მხოლოდ თავისი აქვთ წინ წამოწეული და არიან ჩაკეტილები. თუმცა გარეგნულად 26 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს ეს არ ეტყობათ. პირიქით, ურთიერთობაში და საზოგადოებაში, ასე კოლექტივებში მათ ჩაკეტილს ვერც კი უწოდებთ, მაგრამ მინუს ენერგიებში ეს ნამდვილად ასეა. ეს არის ძალიან მოკლედ 8-იანი ენერგიის შესახებ. მე განმეორდები და ვიტყვი, რომ თუ იმეს აინტერესებს უფრო მეტი და ღრმა კვლევა, შეგიძლიათ მომართოთ პირად შეტყობინებაში და ჩაეწეროთ კონსულტაციაზე.